გამარჯობათ. დღევანდელი ლექციის თემაა ისიერი გარემოს მნიშვნელობა და გავლენა, კლასისა და სკოლის გარემოს დადებითი ემოციებისა და სტიმულების მნიშვნელობა სამოქალაქო განათლების სწავლებისას და როგორ ხდება სამოქალაქო განათლება, ფორმალური და არაფორმალური სწავლება სწავლა. შესაბამისად, მთავარი კითხვები, რომელზე პასუხსაც შევეცდებით, იქნება რა ძირითად ტერმინებს გავიმეორებთ და გავეცნობით, რა არის ისიერი გარემო და როგორია მისი როლი, რას ნიშნავს დადებითი ემოციები და სტიმულები და როგორია მათი როლი, რას ნიშნავს ფორმალური და არაფორმალური განათლება და რას მოვამზადებთ სემინარისთვის. დღევანდელი მთავარი ტერმინები არის ისიერი გარემო, ეს არის ბავშვის ყველაზე უახლოესი გარემო, რომელიც მოიცავს უახლოესი ადამიანების აქტივობებსა და ურთიერთქმედებას, ემოცია, სიტუაციის პირადი მნიშვნელობის სწრაფი შეფასება, რომელიც ინდივიდს ქმედებისთვის ამზადებს, სტიმული, ეს არის აგენტი ქმედება ან პირობა, რომელიც აღძრავს ან აჩქარებს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ აქტივობას, ფორმალური განათლება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული განათლება, არაფორმალური განათლება, ეს არის ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. რა არის ისიერი გარემო და როგორია მისი მნიშვნელობა და გავლენა? ბავშვის სასწავლო გარემო ძალზედ შორს ვრცელდება მისი ისიერი გარემოს ფარგლებიდან. ბრენერი ამ გარემოთან ურთიერთობას რუსული თოჯინის მატრიოშკას საშუალებით აღწერს, რომელიც ალბათ ყველას გვინახავს. მოზრდილი მატრიოშკა იხსნება და მასში უფრო პატარა ზომის მატრიოშკაზე, იმ პატარაში კიდევ უფრო პატარა და ასე შემდეგ, სანამ სულ პატარამდე არ მივალთ, რომელიც პირობითად ბავშვად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ხოლო სხვადასხვა ზომის გახსნილი თოჯინები უახლოესიდან შორეულ კონტექსტებამდე. მოსწავლე და მისი ისიერი გარემო ცენტრშია. პირველი დონეა. სხვა დონეებს დიდი გავლენა აქვს მოსწავლის კეთილდღეობაზე და სწავლის მისეულ უნარზე. მეორე დონე მოიცავს ბავშვის ძირითად გარემოს, მის სახლის გარეთ გარემოებს და ამ გარემოთა შორის ურთიერთკავშირებს. მესამე დონე ასევე ახდენს გავლენას ბავშვის გამოცდილებაზე და მოიცავს მშობლების სამსახურს, სამეზობლოს, მასმედიას, არაფორმალურ სოციალურ ქსელებს. ის ასევე მოიცავს იმ პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის კეთილდღეობაზე, რადგან ის, რასაც მნიშვნელოვანი ზრდასრული მშობელი ან სხვა განიცდის ამ გარემოში, პირდაპირ აისახება ბავშვზე. მეოთხე დონეა ქვეყნის დონე. ქვეყანაში გავრცელებული შეხედულებები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ღირებულებები, უფლებები და პასუხისმგებლობები. პირველი ორი დონე, მოსწავლე და სასწავლო გარემო, მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბავშვი იმ გარემოში სწავლობს ლაპარაკს, სადაც მას უფროსები ელაპარაკებიან. იმ გარემოში სწავლობს ანალიზს, სადაც ანალიზი ღირებულია და შესაძლებელი. მასზე ასევე დიდი გავლენა აქვს იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს, ამ საზოგადოების ღირებულებებს, ტრადიციებს, მირჩეულებებს, ტექნოლოგიებს, ისტორიას და ასე შემდეგ. სწავლებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები საკუთარი გარემოს პროდუქტები და იმავდროულად შემქმნელებიც არიან და ბავშვი და გარემო ურთიერთდაკავშირებული შედეგების მჭიდრო კავშირია. მოსწავლის უახლოესი კონტექსტები თანაბარ მნიშვნელოვანია მისი სამოქალაქო ცნობიერებისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში, მხოლოდ შესატყვისად წარმართული სწავლა და ამ გარემოთა სასიკეთოზე მოქმედების შედეგად შეიძლება მივახციოთ სამოქალაქო საზოგადოების მოქალაქისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას, ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მათი დაცვისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი, საზოგადოება, ჩაჩვის შეთანხმებული ერთობა და სრულფასოვანი კომუნიკაცია წარმატებული სწავლის პირობაა. ამ მჭიდრო სისტემის ერთიანი ძალისხმევით იქმნება სწავლება-სწავლის უსაფრთხო პოზიტიური ურთიერთმომეწონებით სავსე ნაყოფიერი და განვითარების მასტიმულირებელი გარემო. სკოლის გარემოს მნიშვნელობა აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომლის მეხუთე მუხლში
ნათქვამია, რომ სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას, ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისთვის, ასევე ხელი უნდა შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სპორტულ, სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებები და მშობლები იქნებიან ჩართულნი და სხვა. დეტალურად ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იფრინოთ მითითებულ წყაროში. ეროვნული სასწავლო გეგმის მეოთხე თავში აღნიშნულია, რომელსაც ეწოდება ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები. აღნიშნულია დადებითი ემოციების როლი. რა მნიშვნელობა აქვს დადებითი ემოციებსა და სტიმულებს. კერძოდ, 31 მუხლში ნათქვამია, რომ ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სწავლების დროს. სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლაზე და განვითარებაზე. სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებასა და შეხედულებას.